სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების შეფასებით წინა თვესთან შედარებით საარჩევნო გარემო უფრო მეტად დამძიმდა. ასეთია წინა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ორგანიზაციის შეფასება. როგორც ანგარიშის პრეზენტაციაზე ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო ლომჯარიამ განაცხადა, საანგარიშო პერიოდი 4 მაისიდან 4 ივნისამდე პერიოდს მოიცავდა. ანგარიში ასევე საუბარია კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ საქმიანობაზე. საანგარიშო პერიოდში სამართლიანი არჩევნების დაკვირვებით მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების 10 შემთხვევა, ბუქარისა და ზეწოლის 9 შემთხვევა, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშწორების 2 შემთხვევა, ჟურნალისტებისათვის საქმიანობის ხელი შეშლის 4 შემთხვევა, არასამთავრობო ორგანიზაციის სადამკვირვებლო საქმიანობის ხელი შეშლის 2 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 6 შემთხვევა. ჩვენს ანგარიში გვაქვს სერიოზული შეკითხვები ამ გადაწყვეტილებების სამართლიანობასთან დაკავშირებით და ვთვლით, რომ ეს პროცესები არ დასრულებულა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს, გვაძლევს იმის საშუალებას ვივარაუდოთ, რომ მთელი რიგი საკითხები და ბრალდებები არ არის სათანადოდ დასაბუთებული, ხშირ შემთხვევაში ფაქტები ურთიერთგამომრიცხავია ან არ ეყრდნობა რეალურ ფაქტობრივ გარემოებებს.